მოგესალმებით, დღეს მინდა 9 მაისის დღესთან დაკავშირებით ვისაუბრო მოკლედ და მოკლედ ავხსნა თუ რას ნიშნავს ჩემთვის 9 მაისი. რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად როგორც ერთი ქართველისთვის 9 მაისი მეტად მნიშვნელოვანია როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ვიდრე როგორც 9 მაისი როგორც ევროპის დღე. რა თქმა უნდა, 9 მაისს როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტად შინაარსიანია და მეტად სიკეთისმომტანი კაცობრიობისთვის, როგორც 9 მაისი, როგორც ევროპის დაბადების დღე. რას ნიშნავს ხო ეს ევროპის დაბადების დღე? 1950 წელს საფრანგეთის მხარემ გააკეთა ინიციატივა ევროკავშირის შექმნასთან დაკავშირებით და თუ არ ვცდები 51 წელს უკვე დაიწყო რაღაც კავშირების შექმნა. შესაბამისად, ამის გამო ეძახიან 9 მაისს ევროპის დაბადების დღეს და რა თქმა უნდა თავისი მნიშვნელობით და შინაარსით ეს დღე ვერ მოვა 9 მაისთან როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ხო? გარდა იმისა, რომ 9 მაისი ჩემთვის პირადად და ყველა ნორმალური ქართველისთვის ის დატვირთვა აქვს, რაც უკვე აღვნიშნე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. გარდა ამისა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს დღე ორმაგად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი წინაპრები მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში და დიდი როლი ითამაშეს ფაშიზმის დამარცხებაში. კარგად ვიცით, რომ 700,000 ქართველი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და მათ შორის 300,000 ვერ დაბრუნდა ცოცხალი საქართველოში და მათ რიგებში იყო ჩემი დიდი ბაბუაც, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამამულო ომში და დღემდე კაცს არ ვიცით ამ კაცს რა დაემართა და რა ბედი ეწია. შესაბამისად, მე ამაყი ვარ, რა თქმა უნდა, მიამაყება, რომ უშუალოდ ჩემი წინაპარი მონაწილეობას იღებდა კაცობრიობის თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი ბოროტების დამარცხებაში, როგორიც იყო ფაშიზმი. და საქართველოში ყოველ მესამე ოჯახს დარწმუნებული ვარ, ყავს წინაპარი, რომელიც მონაწილეობას იღებდა სამამულო ომში და თავისი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. ამას რა თქმა უნდა, ქართული ოპოზიცია ძალიან კარგად ათვითცნობიერებს და ძალიან კარგად იციან თუ რა შინაარსის მატარებელია 9 მაისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დგანან და ზეიმობენ ევროპის დაბადების დღეს და ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ ფაშიზმის დამარცხებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, არც პატივი არ მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დავუყულ გმირთა ხსოვნას და არც იმ 50 ვეტერანს, რომელიც ცოცხალია, რომლებიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში. რატო ხდება ეს ასე? შევეცდები მოკლედ ავხსნა აქვე. იმიტომ არ ახსენებენ ფაშიზმის დამარცხებას საქართველოს ოპოზიციაში მყოფი ადამიანები, რომ თვითონ არიან ფაშისტები და მათი პატრონები არიან იმ ფაშისტების გაგრძელება, რომელიც ფაშისტებიც ერთხელ უკვე დაამარცხეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოში არ ხდება ასე და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს ნეოლიბერალების მარაზმმა გაიდგა ფესვი და ფეხი მოიკიდა, ყველა ასეთ ქვეყანაში 9 მაისს აღნიშნავენ როგორც ევროპის დღედ და საერთოდ არ ახსენებენ ფაშიზმის დამარცხებას. თითქოს საერთოდ არ ყოფილა ისტორიაში არც მეორე მსოფლიო ომი და თითქოს კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმი როგორც მოვლენა საერთოდ არ ყოფილიყოს. აი ასეთი სირაქლემის პოზა აქვთ მიღებული, მხოლოდ და მხოლოდ იმ ახსნას უძებნი ამას, რომ თვითონ არიან ფაშისტები თავიდან ბოლომდე და ფაშისტური ბუნების მატარებლები. რატომ არიან ფაშისტები? ამას უბრალოდ ისე ჰაერზე არ ვიძახი, ხო?
როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს, ხას უსვამდა ებრაელებს, ზუსტად იგივენაირად სააკაშვილი გვექცეოდა ქართველებს, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრეები არ ვიყავით. მაშინაც როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და მას შემდეგაც რაც ოპოზიციაში გადავიდა ნაციონალური მოძრაობა. როგორც ჰიტლერი ხოცავდა, აწამებდა, აბულინგებდა სტევნიდა ებრაელებს, ზუსტად იგივენაირად სააკაშვილი ხოცავდა, აბულინგებდა, სტევნიდა, იჭერდა და აწამებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდნენ და ვინც ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციას წარმოადგენდა. და დღესაც მას შემდეგ რაც ოპოზიციაში აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობა, იგივე ფაშისტური მეთოდებით განაგრძობენ ბრძოლას და გავიხსენოთ როგორ აბულინგებდნენ გამოჩენილ ადამიანებს, იმ ადამიანებს, ვინც მათ მხარდამჭერ განცხადებებს არ ავრცელებდნენ. გავიხსენოთ როგორ უპირისპირებდნენ მშობლებს, შვილებს. გავიხსენოთ წარწერები 84 ტყვია კეფაში. გავიხსენოთ წარწერები ქოცი უნდა მოკვდეს და გავიხსენოთ თუ როგორი აწყობდნენ ადამიანებზე თავდასხმებს, ზოგ სამსახურებში უარდებოდნენ, ზოგ სახლებში უარდებოდნენ და მხოლოდ იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ განცხადებებს არ აკეთებდნენ ეს ადამიანები და მათი ბოროტების მეხოტბეები და მხარდამჭერები არ იყვნენ ეს ადამიანები. სწორედ ამიტომ ვიძახი, რომ ფაშისტები არიან და ფაშისტური მეთოდებით ბრძოლობენ ეს ადამიანები და მათი პატრონებიც ფაშისტები არიან და თავიდან ბოლომდე იმ ფაშისტების გაგრძელება არიან, რომელი ფაშისტებიც ერთხელ უკვე დაამარცხეს ჩვენმა წინაპრებმა და აქ ისტორიული პარალელით შეიძლება გავავლოთ მეორე მსოფლიო ომის დროსაც სამწუხაროდ ქართველთა უმცირესობა ერთი ბატალიონი თუ არ ვცდები იბრძოდა ფაშისტების მხარეს და იდგა არასწორ მხარეს, მაგრამ ქართველთა უმრავლესობა სწორ მხარეს იდგა და სწორ მხარეს იბრძოდა და სწორედ აი ამ სწორი მხარის გამარჯვებით დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც როგორც წარსულში ჩვენმა წინაპრებმა დაამარცხეს ფაშისტები, ზუსტად იგივენაირად დღესაც დავამარცხებთ იმ ფაშისტების გაგრძელებას საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც და როგორც მაშინ იზეიმა კეთილმა ბოროტზე, დღესაც ზუსტად იგივენაირად ვაზეიმებთ სიკეთეს ბოროტებაზე. ეს არის მისი თქმაც მინდოდა და რასაც ვფიქრობ 9 მაისის დღესთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ აღნიშნავს ოპოზიცია 9 მაისს როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.